ასციდენტი ლომი არის აქტიურ პოზიციაში, თავბრალად გამოხატავს ინიციატივებს, აღწევენ ძალიან აქტიურად რაღაც მიზნებს, რაც აქვთ ხოლმე, ეს ასციდენტის კუთხით რო ავიღოთ, იმიტომ რომ შეიძლება მთელი რო გაგჭირდება ხო უკვე ადამიანის ცხოვრება რო გავიკოთ, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი შტრიხი არის, როგორ აღვიქვამ მე ჩემ თავს და როგორ აღვიქვამენ გარემოცვა ამ ადამიანს ხო ამავე დროს. აი ეს თემა არის. მარტივი შტრიხები ასციდენტი ლომის რა შეგვიძლია დავინახოთ, ხო? ყველაზე გამოხატული არის თმები უნდა იყოს ლომივით აფუებული, ესე ვამბობთ ხოლმე პირველი რაც ხდება თალში, ხო? ლომური ხაც ვიზუალური შტრიხი უნდა იყოს ადამიანზე, უნდა იყოს გამოკვეთილად მაგალითად მხარში გამართული მოძრაობა, ამაყი სიარული, ძალიან თავაწეული არის, ხო? ზოგთან შეიძლება გამოვლინდეს პირდაპირ ურთიერთობაში ცოტა თეატრალურობა, თამაშობდეს, აღარ ეს თამაში არ არის ხელოვნური თამაში, ეს თვითონ არტისტული ბუნება ესე ვიცახით, ხო? ეს შეიძლება რა გამოვლინდეს როგორ, მაგალითად იცინოდეს ძალიან ბევრს ადამიანი ხალხში, ცოტა თამაში შედიოდეს ადამიანებთან, ხო? აი არ იყოს ისეთი გულწრფელი, აი შეიძლება ვიყო ახლა სევდიანად, მაგრამ ხალხში როგორც კი შევდივარ სცენაზე გავდივარ და ვიცინი და მხიარულობ. ეს ვარიანტი აქვთ ხოლმე ასციდენტ ლომებს, როგორც კი მარტო დარჩებიან შეიძლება ისევ ჩაიკეტონ თავის სამყაროში, ხო? გააჩნია ახლა აქ მერე მართლს, მერე ნიშანს და შეიძლება ასციდენტი ლომში ყავდეს ადამიანს და მზე თევზებში ყავდეს, უკვე სხვა ისტორია არის, ხო? მაგრამ აი ეს ლომური თევზურ ასპექტში მაინც გამოვლინდება სადღაც, ხო? ეს არის თეატრალურობა, პომპეზურობა, მინიმუმ ხრებში გამართული სიამაყე შინაგანი. მაგრამ ზოგადად შეიძლება გამოვლინდეს მეტად მამაკაცური იმპულსი, მე მინდა და მორჩა აი ესეთი ასპექტი, იმიტომ რომ ესეთი მძიმედ ასპექტირებული ხარ. მაგალითად, თუ არის ჩემი ასციდენტის მმართველი მზე და აქვს კვადრატი სატურნთან, აქვს კვადრატი ნეპტუნთან, ნეპტუნი კიდე არ ბილებს ცოტა, მაგრამ აქვს მარსთან, მარსი კიდე არ აუშავს, მაგრამ მაინც ზედა ძალიან ისეთ გამწევ ენერგიას იძლევა. ურანთან კვადრატი, ანუ მთელ ასპექტებში თუ კვადრატი არის, ადამიანის მზეის ენერგია უკვე არაადეკვატურად გამოვლინდება, ხო? ეს უკვე ნიშნავს, რომ აი შეიძლება აი ჩემი ეს რაღაცა პომპეზურობა უკვე გამაღიზიანებელი იყოს, ანუ საყვარელი თვილი ლომის ნაცვლად ვიღებთ ამ პარტავან უხეშ ეგოცენტრულ ლომს სიტყვაზე, ხო? და მანდაც უნდა დავაკვირდეთ, ასე რომ ძალიან ბევრი კუთხით შეგვიძლია დავინახოთ ხოლმე ასციდენტი ლომი. შეიძლება იყოს თბილი ადამიანი, შეიძლება იყოს ეგოცენტრული ადამიანი.